Advocatები თქვა დაყაროთ დარბაზში. Zerdebat
განმარტება არის პასახის შუამდგომლობები ხომ არ სასამართლო საკუთარი ინიციატივით ჯეროს ბრალდებული მიმართ გამოყენებული აქტივობების ატანების ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხზე მოვისმენ ბრალდების ხარის პოზიციას, შემდეგ გასის ხარის პოზიციას ისმენ. Სახლის ფაქტობრივი გარემოებების და წარმოდგენილი მიცემულობის საფუძველზე არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე ის საფუძვლები ამ განაპირობა გავლენების საფუძველის ხონიზების აქტივობის გამოყენება აქტივობის ხონიზების სდომის შემდგომ არ შეცვლილა არსებითა და ზუსტად ინტენსივობით არსებობს აღნიშნული საფრთხე ასევე სასამართლო არ გაიზიარა თუმცა გავლენების ხარის მიაჩნია რომ იმავე საფრთხეც არსებობს მოსულ შემთხვევაში ამის Mă შეაფასეთ ამ გარემოებას, თუმცა გავლენის ხარისხი მიაჩნია, რომ ორი აღნიშნული ორი საფრთხის არსებობა დღის მდგომარეობით არის წარმოდგენილი მიზნით ინტენსივობით, რომ მოგვეცია, რომ პატიმრობა არის პროპორციული აქტის ღონისძიება და უნდა დარჩეს დავალება. Აქტის ღონისძიების პატიმრობის სიცრუეს ამბობს და ცხრენია. Galătorul da bătănul. Ideea că ganna. შეიძლება წინარეში. Ის ამას საპროცესო პროცესს 95 გადავეცინებული ღონისძიებების გამოყენება არ ვარ დაგჭირდეს. ხო, დაიწყო სიჩუმე, ისნარე მესმის მაღალი საკუთრებრივი ინტერესი და არ მინდა ვინმე დატოვოს რომის დარბაზი და არ მისცნოს პროცესი. ამიტომ ვთხოვთ, რომ სიჩუმე დავიწყოთ და სიცხარე დარბაზში. ბრალდების ხარის პირდაპირ მოვალეობა დავალდება ვალდებულება თავის პოზიცია დააფიქსიროს, დაცვის ხარის პირდაპირ მოვალეობა და ვალდებულება თავის ხარი და თავის პოზიცია დააფიქსიროს. ამიტომ მესმის რომ შეიძლება არ მოგეწონოთ რა იმ რასაც ბრალდების ხარი იტყვის და შევეკავოთ თავი ძალიან თქო. გუშინ მასალა განა. ადვოკატების პროცესი და ამიტომ გამოვიყენებთ ამ დაბადებას. Normalul შემთხვევაში ჩვენ ახლა ადვოკატები ამდენად სიმბოლოებთ, იმიტომ რომ ეხლა რაღაც გადაწყვეტილებებს რამინახავს, მაგრამ იმ გადაწყვეტილებებში რეკორდი მოხსნით, იმ გადაწყვეტილებებს. ამაზე შემდეგ კიდევ ვისაუბრებ, მაგრამ არ დავტოვეთ ჩვენი დაცვის უფლების მყოფს ამ წუთას დაცვის გარეშე და თან გაიძულებთ, რომ ჩვენი პოზიცია მოისმინოთ არაერთხელ, ამიტომ ვაგრძელებთ ამ პროცესს. Până am spus amoriți că discuțiile rasați astăzi bralდება atimrogas. Estu asta sama că razrădul robot mai interesat. Bralდება am spus isaubra astăzi zvonizieva შეფარდებული სასამართლოს აქტის ღონისძიების საფუძვლად დადებული და ორად ორი გარემოება. ისებურებების განადგურების საფრთხე თავისი ვარაუდებით დონეზე და არა დოკუმენტებით დასწრებულების დონეზე და ახალი დადაშაულის ჩადენის საფრთხე. ახალი დადაშაულის ჩადენის საფრთხე
ემსახურებოდა იმ მტკიცებულებებს, ანუ მის პირველ ადმინისტრაციულ წესის დაკავებას და სასამართლოს ჯერ ბრალდებას და მერე სასამართლოს იმდენად ეშინი ამ მტკიცებულებების, ამ წუთას სასამართლომ ამორიცხა გზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესის დაკავება, რომელიც ნახა მთელმა საქართველოს, ნახა არამხოლოდ საქართველოს, საერთაშორისო თანამეგობრობა, ყველა ქვეყანა ნახა, დიპლომატია ეძრაობა ყველას აქვს მანათი, სადაც მას პირადად დაკავებს ბესელი ადმინისტრაციული წესით. აი ეს ვიდეო ამოვიწყეთ ამ წუთას და მის პატიმრობას ბრალდება ასაბუთებდა ამ ვიდეოზე მისი ადმინისტრაციულ დაკავებაზე დაყრდნობით. სასამართლომაც ასე გაამართლა მისი პატიმრობა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ერთხელ ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდაბლობა და კიდე ჩაიდესო. სხვა ამბავი რომ სასამართლომ არ იცის რომ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არ უკავშირდება ადმინისტრაციულ სამართალდაბლობას, მაგრამ მაინც თქვენ ამ წუთას როგორ უნდა ეშინოდეს ბრალდებას და სასამართლოს სიმართლის თვალებში შეხედვის ვიდეო კადრი, სადაც ჩანს ადამიანს როგორ აკავებენ და ეს კადრი აჭარის ტელევიზიას არა, მაგრამ სხვა არაერთი ტელევიზიის კადრი არსებობს, თან ვიდეოები ამორიცხეთ, ეს ხო ახალი პრაქტიკაა ჩვენს მართლმსაჯულებში, სერვერებს გააქრობენ, კვალი წაშალონ, ანუ ვიდეოც არ უნდა არსებობდეს ამ საქმეში. ეხლა მიუბრუნდებით თავად მზიას პატიმრობის კანონიერებას არაერთხელ ვისაუბრია და იმდენად მიინტერესოა ეს ამბავი ბრალდებისთვისაც და იმდენად ამაზე დროის დახარჯვა არ უნდა ორი სიტყვით შემოიფარგლა. ბრალდება მიამატა მიმალვის საფრთხე, რასაც უნდა უცნაური იყოს, რომელიც თავის დროზეც არ გაუზიარებია სასამართლოს, იმიტომ რომ მიმალვის საფრთხე რანაირად, მიმალვის საფრთხის პრევენციის უამრავი ღონისძიება არსებობს, ან რა მტკიცებულება ქონდა მიმალვის საფრთხის, მაგრამ ეხლა დაამატა ახალი მიმალვის საფრთხის და თან თუმე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე ისევ ძალაშია თქვა, ანუ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე მათი ლოგიკით უკავშირდებოდა პირველ ადმინისტრაციულ სამართალდაბლობას, რომლის არ მარტო ვიდეო ამორიცხეთ თქვენ და არაერთი ვიდეო, ის მოწმეებიც ამორიცხეთ, ვინც თვითონ იღებდა ამ ვიდეოს და მოვიდოდა და სასამართლოზე იყოდა, რომ ვიდეოს მე ვიღებდი, თან ვუყურებდი, ის მოწმეებიც ამორიცხეთ, რომლებიც უყურებდნენ, როგორ დააკავეს მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესი, ასეთი შეშინებული მართლმსაჯულება არ მინახავს. მინახავს უკანონო, მაგრამ ასეთი შეშინებული არ მინახავს. ეხლა აქტის ღონისძიებაზე გადავახდეთ ეთილინებდა და მომისმინეთ. ვიცი, აზრი არ აქვს ადვოკატების ხმენას, მაგრამ მაინც მოგიწევთ მომისმინოთ ამ საკითხზე, იმიტომ რომ კანონი გვაძლევს ამასობლებას. ეხლა ჩვენი პოზიცია ახლთან დაკავშირებით. მზია ამაღლობელს სასამართლომ 2024 წლის 14 იანვარს სრულიად უსაფუძვლოდ და შესაბამისად უკანონოდ შეუფარდა პატიმრობა, რომლის რევიზია შემდგომი სასამართლოს მიერ არ მოხდა წინასწარი პატიმრობის არც ერთ ეტაპზე დაკავებიდან დღემდე. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად ქუთაისის სააპელაციო სასამართლო. 25 წლის 13 თებერვალს დაცვის მხარემ მოითხოვა შერჩეული პატიმრობის გაუქმება ახალი გარემოების გამო, რომელიც ასევე დაუშვებლად ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 თებერვალს. ამ რაჩინებაზე საჩივარი 19 თებერვალს ასევე არ დაუშვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ. მინდა სასამართლოსთვის განმარტო და ბრალდებამაც რომ გაიგოს, ახალი გარემოება არ გჭირდება ჩვენ ამ ეტაპზე, ეს არის სასამართლოს ვალდებულება ყველა ჯერზე გადასინჯოს და მით უმეტეს ამ ჯერზე გადასინჯოს პატიმრობის კანონიერება და საფუძვლიანობა. თუმცა ახალი გარემოებებიც არის ამ საქმეში, მაგრამ ეს ისევ ბრალდების ვალდებულება იყო. ბრალდებას ემტკიცებინა, რომ პატიმრობა დღესაც კანონიერია და მის ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება. როგორც თქვი, ბრალდებამ ორი სიტყვით აღნიშნა, რომ თვითონ თვლიან თურმე, რომ ეს საფუძვლები არსებობს, მაგრამ რატომ არსებობს ეს საფუძვლები, მათ არ უთქვა. სასამართლო ამის ღირსათაც არ ჩათვალა, ბრალდებამ რო აეხსნა, რატომ თვლის თვითონ. გასაგებია, რომ კანონს არ აინტერესებს თვითონ არ თვლიან ამას. კანონს აინტერესებს გამტკიცებულებებზე და გარემოებებზე მითითება, მაგრამ სასამართლო მაინც უნდა ჩაეცვალა იმის ღირსად, რომ ეთქვა. გასაგებია, რომ დაცვას აქტის იმის ღირსად. მაგრამ ჩვენს პროფესიულ მოვალეობას პარტიის და ჩამოთვლით, რატომ არ იყო ეს საფუძვლები არც მაშინ და არ არის არც ეხლა. ამაღლობელისათვის პატიმრობის თავდაპირველი შერჩევის შემდეგ არც ერთხელ აღარ იმსჯელა სასამართლომ პატიმრობის საფუძვლიანობაზე, გონიმდულობაზე და იმაზე, თუ რამდენად ემსახურება მისი პატიმრობა ლეგიტიმურ მიზანს. სასამართლომ არ დაუშვა დაცვის არც ერთი საჩივარი და უზრუნველყო, რომ ბრალდებას გაეწია პატიმრობის ლეგიტიმურობის
მთავარია. მე-18 მუხლი და სტრასბურგის სასამართლო აუცილებლად გაადგენს ამ საქმეზე მე-18 მუხლის დარღვევასაც სხვა მუხლებთან ერთად ამის გარანტიას გაძლევს. კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად პირისათვის თავისუფლების აღკვეთას ასეთ საქმეებში სასამართლომ დაადგინა, რომ თავად ეროვნული სახელმწიფო ორგანოების ვალდებულებას წარმოადგენს უზრუნველყოფ იმის დამაჯერებლად დემონსტრირება, რომ არსებობს აღკვეთის ღონისძიების სახით პირის მიმართ პატიმრობის რაოდენობის საჭიროება, განურჩევლად იმისა, თუ რამდენად ხანმოკლეა ეს პატიმრობა. ამან კონვენციის მე-4 პუნქტი მოითხოვს პრეზუმპციის არსებობას, რომელიც მოქმედებს სისხლის სამართლის საქმეებში უდანაშაულობის პრეზუმპციის მსგავსად. დაპატიმრების საფუძვლად არსებული მიზეზების წინააღმდეგ. ამ კონცეფციას ემყარება სასამართლოს მიდრომა, როდესაც ის მიუთითებს კონვენციის საფუძველზე არსებულ ვარაუდზე, რომ ასეთი პატიმრობა მკაცრად შეზღუდული ხანგრძლივობის უნდა იყოს. კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი არ მოითხოვს მოსამართლისაგან, რომელიც იხილავს საჭიროებს დაპატიმრების წინააღმდეგ, მომჩილის განცხადებაში მოყვანილი ყველა არგუმენტის განხილვას, თუმცა მისი გარანტიები არცერთ დაკარგავს, თუ მოსამართლეს, რომელიც ეხება შიდა სახელმწიფოების კანონმდებლობას და პრაქტიკას, ექნება დაპატიმრებულის მიერ მოყვანილი იმ კონკრეტული ფაქტების არარელევანტურად ჩათვლის ან იგნორირების უფლება, რომლებსაც შეუძლია ბეჭდვაში დააყენონ კონვენციის მნიშვნელობით თავისუფლების აღკვეთის კანონიერებისათვის აუცილებელი პირობების არსებობა. შესაბამისად, ჩვენი არგუმენტაციის ხედველობაში მიუღებობით სასამართლომ უკვე ვერ უზრუნველყო ისეთი ფარგლებისა და ხასიათის სასამართლო ზედამხედველობა, რომელსაც მოითხოვს კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი. ამრიგად, ამ საქმეში დარღვეულია ეს პრეზუმპცია, რაზეც ახლა ვისაუბრეთ. სტრასბურგის სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებული პატიმრობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვეტეს, როგორც კი ზემოთ მიმოფიქრული რისკები აღარ მონიტორინგი. ამ ხუთი რელევანტურ ფაქტორს წარმოადგენს ასევე პატიმრობის ხანგრძლივობა. ევროსასამართლომ აღკვეთის მიზნებისათვის დემონსტრანტების დაკავება 5 დღითაც კი მნიშვნელოვანი ოდენობის დროს მიიჩნია და დარღვევა დაადგინა. 20 წლის დიდი პალატის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავი ჩადენის საფუძვლიანი ჯურიდიული ეჭვი და არსებობდეს დაპატიმრების და საცვლის დაკავების დროს, ასევე აუცილებელია მოხდეს იმის დემონსტრირება, რომ ეჭვი შენარჩუნდა და მან შეინარჩუნა საფუძვლიანობა, გონივრულობა მთელი დაკავების პერიოდში. იმ საქმეებში, როცა ადგილი აქვს ხანგრძლივ პატიმრობას. ბრალდების მხარის მიერ მოშველიებული არგუმენტი, რომ იგეგმებოდა კონკრეტული ბრალდების შესახებ სამომავლო მტკიცებულებების შეგროვება, ვერ გამოდგება გონივრული ეჭვის შექმნის ერთადერთ საფუძვლად, ამაზე არ მიმოჩნია საჭირო. სწორედ კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პარაგრაფი უზრუნველყოფს დაკავებულ პირებს იმ უფლებით, რომ აქტიურად მოითხოვონ მათი დაკავების გადახედვა, რევიზია სასამართლოს მიერ. და სწორედ ეს უფლება, რასაც ახლა ჩვენ ვახორციელებთ, სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოფს ამ უფლების ეფექტურად გამოყენება და არ არის ეფექტურად ბრალდება მისაუბრა. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ასევე იცავს დაპატიმრებულია დაკავებული პირების იმ უფლებას, რომ მათი დაკავების კანონიერება სწრაფად განიხილოს სასამართლომ და ისინი გათავისუფლდნენ შესაბამისი სასამართლო აქტით, თუ დაკავება არ არის კანონიერი. პირის კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პარაგრაფის მიერ გარანტირებული იმ უფლების რეალიზება, რომ სწრაფად მოხდეს მისი დაკავების რევიზია, ეროვნულმა ორგანოებმა შესაძლოა უზრუნველყოს სხვადასხვა გადაწყვეტის ფორმები, რაც შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნების მიხედვით. ეს ეტაპი გახავდეთ წინა სასამართლოს დონა. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლი მოითხოვს გათავისუფლების ბრძანების დაუყოვნებლივ გაცემას მას შემდეგ, რაც პატიმრობა აღარ არის გონივრული. ხელისუფლების ორგანოების პასუხისმგებლობაა იმის უზრუნველყოფა, რომ პატიმრობა არ აღემატებოდეს გონივრულ ვადას, რადგან ხანგრძლივი პატიმრობა ერევა ადამიანის პირადი თავისუფლების პატივისცემის უფლებაში. აუცილებელია ჭეშმარიტი საჯარო ინტერესის არსებობა ბრალდების პატიმრობის ვადის გაგრძელებისათვის. ხელისუფლების ორგანოებმა უნდა შეამოწმონ იმ საჯარო ინტერესის არსებობის დამადასტურებელი და საწინააღმდეგო ყველა გარემოება, რომელიც უდანაშაულობის პრეზუმპციის გათვალისწინებით ამართლებს გადახედვას ადამიანის პირადი თავისუფლების პატივისცემის ზოგადი წესიდან და ჩამოაყალიბონ ისინი გათავისუფლების შუამდგომლობის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში. სასამართლო ვალდებულია მოითხოვოს გათავისუფლებაზე უარყოფის მიზეზები, თუ კი მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას და დაასაბუთებს რამდენად რელევანტური
შაბლონურ არგუმენტაციას ყოველგვარი ინდივიდუალური გარემოებების და სისტემის შეფასების გარეშე. ეს გახლავთ სტრასბურგის სტანდარტი. მე ვიცი, რომ ჩვენი სასამართლო ყველანაირ გადაწყვეტილებას გამოიყენებს ყველანაირი არგუმენტაციის გარეშე, მაგრამ მაინც მიგიზიდებს სტრასბურგის სტანდარტს. კატეგორიის გაგრძელების კანონიერებისათვის აუცილებელი პირობაა გონივრული ეჭვის არსებობა. 2017 წლის დიდი პალატის საქმეში მერაბიშვილის საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლომ განმარტა შემდეგი საკვანძო პრინციპი, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება. ეროვნული სასამართლო ორგანოები პირის დაკავების შემდეგ დაუყოვნებლივ განიხილავენ არსებობს თუ არა გონივრული ეჭვი, რომელიც ამართლებს იმას, რომ პირი განთავსდეს დაკავებული წინასწარ პატიმრობაში. თუმცა განმარტოვანი დაკავების დროს პირის მიმართ პატიმრობის ღონისძიების საფუძველობის შეფასებისას მხოლოდ ეს ეჭვი აღარ არის საკმარისი და საგამოძიებო ორგანოებმა ბრალდება უფრო უნდა წარმოადგინოს სხვა შესაბამისი და საკმარისი საფუძვლები პატიმრობის გაგრძელების გასამართლებლად. დღევანდელ სხდომაზე, როგორც ვთქვი, ბრალდება არანაირ თეორიულადაც არ არის. ისინი ცვლიან, რომ არსებობს ეს პატიმრობის საფუძვლები. რა გარემოებებს ეხება? ეს ჩვენ ვერ მოვისმინეთ, ერთიც კი და ჩემი არგუმენტები მე სასამართლო ისეთი უბრუნდება და ბრალდებას იკავს მივიცითოს რომელიმე გარემოება და ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ერთი გარემოება მაინც ვიქნათ, რასაც უპასუხებთ. და არა მხოლოდ მათი აზრით, რომ არსებობს პატიმრობის ძალაში დატოვების საფუძვლები თურმე. სიამაყობების ბრალდების საქმეში არც არასოდეს ყოფილა დაცული არამედ პატიმრობის, არამედ ახლოს ღონისძიების გამოყენების რაიმე საფუძველი და სტანდარტი. თუმცა ამ სტანდარტის არსებობის პირობებშიც კი დროის გასვლასთან ერთად ლოგიკურად და გარკვეულად მცირდება ის წინაპირობები, რაც საწყის ეტაპზე გამოიყენა სასამართლომ პატიმრობის გასამართლებლად. ჩვენ შემთხვევაში სასამართლომ იმ საშინლად უკანონო გადაწყვეტილებაში, რაც არ მიიჩნევა დასაბუთებულად, მიმავლის საფრთხე. ბრალდებამ დღევანდელ პროცესზე მიმავლის საფრთხეს მოთხოვა. სასამართლო კითხვას არ დაუშვათ ამასთან დაკავშირებით, რას უკავშირდება მათი ეს შიშები მიმავლის საფრთხესთან დაკავშირებით. ხელისუფლების ორგანოებმა უნდა წარმოადგინონ კონკრეტული მიზეზები იმის დასამართად, რატომ უნდა დარჩეს ბრალდებული პატიმრობაში. ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მიზეზი და არგუმენტი, თუ რატომ უნდა იყოს მცირე ავადმყოფელი პატიმრობაში. სისხლის სამართლის საქმეებში ის სათანადო გადაწყვეტილება მხარეთა შორის არის თანასწორობის პრინციპის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი და მოგეცედებათ არა მხოლოდ სტრასბურგის, არამედ ჩვენი კანონის თანახმადაც, რომელსაც როცა როგორ უნდა ისიაროს ჩვენი მართლმსაჯულება, ჩვენი საპროცესო კანონის თანახმადაც კი იცედის პრინციპს ყველა შემთხვევაში პატიმრობასთან და ახლეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით ეკისრება ბრალდებას მაშინაც კი, როდესაც დაცვა ითხოვს ახლეთის ღონისძიების შეცვლას, გაუქმებას, მაშინაც მტკიცების პრინციპი ეკისრება ბრალდებას არათუ წინა სასამართლოს სხდომის ამ ეტაპზე, როდესაც სასამართლოს კანონის მიერ ვალდებულება შევიდეს თავისი ინიციატივით ამის რევიზიაში და გადააფასოს თავიდან არგუმენტი. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდება ეს პრინციპი საერთოდ ვერსია არ ჩათვალა საჭიროს ბრალდება მოეცეს ეზიდას, არც საწყის ეტაპზე, არც ამჯერად და მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარეს არ ევალება წარმოადგინოს არგუმენტები, როგორც უბრალოდ პატიმრობის საწინააღმდეგოდ, ჩვენ მაინც ამ საქმეში უკვე მეოთხე წარმოვაჩენთ ამ არგუმენტს სასამართლოსთვის, იმიტომ რომ მანამდე არაერთხელ მოვითხოვეთ ახლეთის ღონისძიების გადასინჯვა და არც ერთ ეტაპზე არ დაუშვეს სასამართლო. განხილვაც კი იქაც შეეშინდა, სხდომის დანიშვნა შეეშინდა სასამართლომ, ამიტომ ყველა ჯერზე დაუშვებულად ცნობს დაცვის მხარის შუამდგომლობას ახლეთის ღონისძიების გადასინჯვაზე, იმიტომ რომ პროკურატურამ აი ამ არგუმენტებზეც არ შეიცვალოს თავი, რაც ახლა არ მოვისმინე. ამიტომ ეს პატიმრობა უკანონოა შემდეგი გარემოებების გამო. პირველი, სიამაყობებს არ ჩაუდენია მისთვის ინკრიმინირებული ქმედება, მისი პატიმრობა იყო დასაბუთების ყოველგვარ მინიმალურ სტანდარტს მიღმა თავიდანვე. დღეს საქმე სასამართლოშია წინა სასამართლოს სხდომაზე და იმავე დასაბუთებით ვერ გამართლდება მისი პატიმრობა, რაც გამოყენებული იყო თავდაპირველი პატიმრობისას და სიამაყობების პატიმრობა ვერ ამართლებს მისი გამოყენების ლეგიტიმურ მიზანს. საქმის განხილვის ამ ეტაპზე აშკარაა, რომ სიამაყობებს არ
ჩაუდენია მისთვის ინკრიმინირებული შეტევა პოლიციელთა თავდასხმა. მის მიერ დანაშაულის ჩადენის ეჭვი არ არის გონივრული სხვა უფრო მკაცრი შეფასებები რომარ გამოიყენოს. ევროსასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით კონვენციის მეხუთე მუხლის პირველი პუნქტის ძლიერი პუნქტით გათვალისწინებული ეჭვის საფუძვლიანობა გონივრულობა წარმოადგენს კონვენციის მეხუთე მუხლის პირველი პუნქტის ძლიერი პუნქტით დამყარებული პირის თავისუფლების უფლების დაცვითი მექანიზმის არსების შემადგენელ ნაწილს. დიდი პალატის საქმეზე 20 წლის სტრასბურგის სასამართლომ განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გონივრული ეჭვი უნდა არსებობდეს დაპატიმრების და საწყისი დაკავების დროს, აუცილებელია მოხდეს იმის დემონსტრირება, რომ დანაშაულის ჩადენის ეჭვი შენარჩუნდა და მისი საფუძვლიანობა გონივრულობა შენარჩუნდა მისი პატიმრობის მთელი ვადის განმავლობაში. განსაკუთრებით იმ საქმეებში, სადაც ადგილი აქვს ასეთ განმარტovat პატიმრობას. იმისათვის, რომ ისეთი სერიოზული ზომა ღონისძიება, როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა, მიჩნეული იქნას პროპორციულ აღკვეთის ღონისძიება, კონვენციის მეხუთე მუხლის პირველი პუნქტის ძლიერი პუნქტის დათვალისწინებით, სამართალდამტოვარმა უნდა იყოს სერიოზული ხასიათის ხასმისვა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის გამოწვევა. სტრასბურგის სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებული პატიმრობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვეტეს, როგორც ის მიმოხილული რისკები აღმოიფხვრება, რაც საჭიროებს მუდმივ მონიტორინგს. სტრასბურგის პრეცედენტული სამართლის ეჭვის სერიოზულობა ბრალდება არის გარკვეულ დამძიმებული და შემადგენლობა გამოსვლილი აქვს ამ ბრალდებას. სიამაყობების ქმედებას მიცემული აქვს არასწორი სამართლებრივი შეფასება კვალიფიკაცია, ან მისი ბრალდება გარკვეულ არის დამძიმებული, სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით ზიადაც სწორედ იმიტომ, რომ გამართულდეს მისი უკანონო პატიმრობა და ეს უკანონო პატიმრობა გამართულდეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში. სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ არაქმედების კვალიფიკაცია მთავარი, ვინაიდან კვალიფიკაცია ყოველთვის შეიძლება იყოს მანიპულირების საგანი, როგორც ამ შემთხვევაში, არამედ თავად ქმედების სერიოზულობა, რომელიც უნდა იყოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის მატარებელი, რათა გაამართლოს გამოყენებული პატიმრობა. მიუხედავად საქმის სამართლებრივი კვალიფიკაციის და საქმის მასალების და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, ცხადია, სიამაყობების ქმედება არ არის 353 პრიმამული დათვალისწინებული ქმედება და მარცხენა ხელით გაწოლილი სილა საერთოდაც არ არის თავდასხმა და ზარალებულზე. საქმეში წარმოდგენილი ბრალდების მტკიცებები, რაც ძირითადად არის 8 პოლიციის ჩვენება, აქედან 1 არის დაზარალებული, ხოლო დანარჩენი კი არიან ის პოლიციელები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ბრალდებს გაუწიებდა ლოხა, ვერ აკმაყოფილებს სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით დათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ეჭვს, რაც გაამართლებდა სტრასბურგის სასამართლო სტანდარტს პატიმრობის ხანგრძლივად შენარჩუნებისათვის. თვალსაჩინოებისათვის სასამართლოს მიუთითებს საქმეზე იმრან მამედოვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რომელიც დასავლეთ სამართლზე იყო ძალიან რავს სიამაყობების საქმეს. ამ საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობდა არ იყო შენარჩუნებული დანაშაულის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპზე, ყველა ეტაპზე. ამ საქმის გარემოებებზე დროს არ დავხარჯავ, ვთქვი, აზრი არ აქვს ამ საქმის გარემოებების აღსაჩერებას. თუმცა მამედოვის საქმეზე იდენტური საქმე იყო, მამედოვის საქმეზე დაადგინა სტრასბურგმა დაარღვევა. საფუძვლებზე სიამაყობების მაგალითზე, როგორც ვთქვი, სტრასბურგის სტანდარტი ვერ აკმაყოფილებს იმ და ეჭვს დასაბუთებული ვარაუდის ეჭვს, რომ ჩადენილია ქმედება იმ სტანდარტით, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოყენებული პატიმრობა და ეს პატიმრობა უნდა იყოს ხანგრძლივი. შემდეგ, რომ მიუბრუნდებით კონკრეტულად სტრასბურგის სტანდარტები არ არელევანტურია ქართული სასამართლოსთვის, ამიტომ მიუბრუნდებით კონკრეტულად განჩინებას, რითიც სიამაყობების მიმართ სასამართლომ დაადგინა პატიმრობა. როგორც უკვე ვთქვი, პატიმრობის გამოყენების ერთი საფუძველი იყო მტკიცებულებების გადასტურების მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე. სასამართლო მიიჩნია მაშინ, რომ სიამაყობების მიერ მტკიცებულებების გადასტურების მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე არსებობდა. სია დააკავეს 12 იანვარს, ახლოსი ღონისძიება შეუფარდეს 14 იანვარს და პროკურორი
შუამდგომლობაში მაშინ მითითებული იყო, რომ გამოძიებას დასადები ყავდა ვიდეო ჩანაწერებში, არაერთი ყავდათ იდენტიფიცირებულები არაერთი პირის და შესაძლოა ამ არაერთთან ზია ამაყობაც ქონოდა რაიმე კავშირი და აი ამ რაიმე თეორიული კავშირების და თეორიული ზეწოლების არსებობის საფრთხე არსებობდა, ვითომ მაშინ და სასამართლომ ამ გარემოების გათვალისწინებით გაადგინა პატიმრობა. დღეს გამოძიება დასრულდა, წინა სასამართლოს სხდომაზე ვართ. საქმის მასალები წარმოდგენილია სასამართლოში, თუმცა აგერ ნახევარი საათის წინ მოსამართლე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი თითქმის ყველა მტკიცებულება ამოხარა საქმეზე, რადგან მარტო ბრალდების მტკიცებულება, ანუ ჩვენ პრინციპში შეგვეძლება პირდაპირ დაცვის სიტყვები ვთქვათ, მტკიცებულებები აღარ გააჩნია დაცვას თქვენი მიღებული გადაწყვეტილების თანახმად. მაგრამ მიუხედავად ამისა, გამოძიება დასრულებულია, საქმის განხილვის სასამართლო ეტაპზე ვიმყოფებით, ბრალდებას გააწიე გამოწიე ყავსულ 7 მოწმე პოლიციელი, მერე არის თავად დაზარალებული და მტკიცებულება ერთადერთი, რომლის გარდა ყველა მტკიცებულება ამოხარა ამ თითას მოსამართლეს საქმიდან და საქმეში დატოვა მხოლოდ 42 წამიანი კადრი. ესე იგი არ უნდა გავიხედოთ არც არის არც მანა და არც ინერა. ანუ ეს არის რაც არის. დღეს ამ მოცემულობით ანუ მოწმეებზე, მტკიცებულებებზე ზეწოლის არ ვიცი რა საფრთხეზე შეიძლება ვისაუბროთ რა. ვისი გამოკითხვაც უნდათ და მათ უნდათ პოლიციელების გამოკითხეს და დაამთავრეს და წარმოადგინეს 42 წამიანი ასე ვთქვათ ვიდეო ფილმი. ყველა სხვა მტკიცებულება, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ, მოსამართლე აი ეს ერთი ხელის მოსმით სრულად უსაფუძვლოდ ამოხარა საქმიდან, ვერ მაჩვენებს სასამართლო გადაწყვეტილებას, სადაც წინა სასამართლო ეტაპზე რომელიმე მოსამართლეს ამოეყარო დაცვის მხარის მტკიცებულების საქმიდან, ანუ რელევანტურობის წინასწარმეტყველები რა ეწევა იმ დასაბუთებაში, რელევანტურობის მნიშვნელობას დაიწყო სასამართლო და აქედან გააკეთეს დასკვნა, თუმცა ამას გავასაჭიროებს და მე რომ ვასახებ ამას. შესაბამისად, დღეს, როდესაც საქმე სასამართლოშია, ორივე მხარის მტკიცებულებები მოტანილია და ნახევარი გადაყარა სასამართლო მართლიდან. თავად ინციდენტი, რომელიც უნდა შეაფასოს, სულ რო ჩააჭარა მანამდე მერე ეპიზოდები და მარტო 42 წამიანი ინციდენტი რო იყოს შესაფასებელი. ეს ინციდენტიც ასახულია ვიდეო კადრზე, ანუ არსებობს და ასახულია. ამიტომ წარმოუდგენელია სასამართლომ რაიმეს დააყრდნოს მოწმეებზე სამართალწარმოების პროცესზე ზეწოლის გონებულობა. ამასთან ეს დასაბუთება უნდა ეყარებოდეს არა დაშვებებს, რაღაცა მსჯელობებს, რომ ჩვენ გონია და ჩვენ ვთვლით. ჩვენ არ გონია და რას ვთვლით არ არის საინტერესო. საინტერესოა კანონი როგორ ვუყურებს ამ საკითხებს. ამიტომ ბრალდებამ ვერ დაასაბუთა რა თეორიული საფრთხეები შეიძლება ამ თვალსაზრისით არსებობდეს, თუმცა ამ თვალსაზრისით მე მგონი ისაც სხვა რომ აქ საფრთხეებს ვერ ხედავს, თუმცა ამ თვალსაზრისით მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე სრულად გამოცვლილია ამ საქმეს, იმ პირობებში არც თავიდან არ არსებობდა ეს საფრთხე. ეხლა ახალი გადაშაული ჩადების საფრთხეზე გადავიდეთ, რომელიც თავის დროზე სასამართლო მიუჩინა პატიმრობის გამოყენების მეორე საფუძვლად. ამ საფუძვლის დასაბუთებისას სასამართლო მიუთითა, რომ წარდგენილი ბრალი არის წინა კატეგორიის, რომელიც შევა აქედან აქამდე და რომ მანამდე მზია ამაყობელი დაკავებული იყო ადმინისტრაციული წესით 173 მუხლით. და პოლიციამ თუმცა იხელმძღვანელა საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილებით და დაანთავისუფლა ადმინისტრაციული დაკავებიდან. და მიუხედავად ამისა, მან გადაწყვეტილა თავდასხმა პოლიციაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოსათვის უცნობი იყო ჩაიდინა თუ არა ბრალდებულმა ეს სამართალდაარღვევა წინა ადმინისტრაციული მართლმსაჯულობაში, ვინაიდან არ არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილება. თუმცა სასამართლომ მაინც გაითვალისწინა ეს სამართალდაარღვევა მისი ცევის შეფასებისას და სწორედ ამ გარემოების გამო დაასკვნა, რომ არსებობდა ახალი დანაშაული ჩადების საფრთხე. თავად ადმინისტრაციული დაკავება და შესაბამისი დაკავების ოფლი, რაც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გაასაჭიროა მზია ამაღლობილობა. თუმცა დღემდე ამ ასაჭიროების შედეგი ჩვენთვის არ არის ცნობილი. დღეს ბრალდება, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ახალი დანაშაულის ჩადების საფრთხე ისევ არსებობს, თქვა,
განიერი იყო ეს დაკავება, რამდენად სწორად დააკავა. სასამართლომ იზრუნდა იმისთვის, რომ ყველა ეს მტკიცებულება ამოეყარა ამ საქმიდან. სასამართლომ ამოყარა ეს მტკიცებულებები, როგორც არარელევანტური. სასამართლომ თქვა, რომ ამ მტკიცებულებებს ამ საქმესთან შეხება არ აქვს. მაშინ როგორ უნდა დაახერხოთ მისი პატიმრობა ადმინისტრაციულ დაკავებას? თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და მასთან დაკავშირებული მტკიცებულებებზე ამ პროცესზე ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ და არ არის საინტერესო ბრალდებისთვის, მისი პატიმრობისთვის როგორ იყენებთ ადმინისტრაციულ დაკავებას? ამიტია დასაბუთებული მისი უკანონო პატიმრობა, რომ მან ჯერ ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და შემდეგ ჩაიდინა დანაშაული და დაცვის მხარეს არ მიეცით საშუალება საერთოდ ამ პროცესზე ადმინისტრაციული დაკავების გარემოებებზე რჩევა და მისი პატიმრობის დასაბუთებისთვის იხენებთ მის ადმინისტრაციულ დაკავებას, ისე რომ ყველა ჩვენი დაცვის მტკიცებულებებს ყრით საქმიდან. ან გამოდის დღეს საქმეში ამ კუთხით დევს ისევ ის ოქმი მისი ადმინისტრაციული დაკავების, რომელიც არის ხალხი ბევრი გარემოების გამო. ჯერ არის ხალხი იმიტომ, რომ არსებობს ვიდეო მტკიცებულება, რომ მას აკავებს სხვა ადამიანი და სასამართლოს არ შეცვალა ისე ამოიღო ეს მტკიცებულება საქმიდან. არ ბრალდება შეცვალა ამ შუამავლობის დამენება, რომ ეს ვიდეო მტკიცებულება სადაც ქვეყანა უყურებს, როგორ აკავებენ მზიას და ისაც ვერ გაისხა სასამართლომ, რომ ამაზე ემსჯელვა მე სასამართლოს. ეს მტკიცებულება ამოიღო საქმიდან. არ არსებობს მტკიცებულება, არ არსებობს ამ საქმეში მტკიცებულება, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდება ამას აკუთვნოს მის პატიმრობასაც, რომ მზია ამაყობელმა პოლიციელს რაიმე შეურაცხყოფა მიახენა. რაიმე არათუ ის სიტყვიერი ვერბალური შეურაცხყოფა. არაფერი არ არსებობს. არსებობს ერთადერთი ადმინისტრაციული დაკავების მის კანონო, რომელიც დატოვა საქმეში არის დატოვებული, ჩვენ ამ მისი ამოღება არ გითხოვია, არ გიშვამდორი, იმიტომ რომ უკანონოა ეს ოქმი და ამ ოქმის უკანონობას ჩვენ ვასაბუთებთ ჩვენი სხვა მტკიცებულებებით. სასამართლომ ამოყარა ეს მტკიცებულებები და დატოვა მისი უკანონო დაკავების ოქმი. ამიტომ დღეს ჩვენთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა ასაბუთოს სასამართლომ მეორე გარემოება, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, მაშინ, როდესაც ყველა ახალი მტკიცებულება ჩვენი, რომელიც არ იყო სხვათა შორის აღკვეთის შეფარდების სტადიაზე წარმოდგენილი სასამართლოსთვის, იმ სასამართლოს კიდე აქვს გამართლება, რა თვალსაზრისით იცით, იმ სასამართლოში არ იყო წარმოდგენილი ვიზუალური ვიდეოები, სადაც ბესელია თვითონ აკავებს, სადაც ბესელია ამბობს, რომ ბესელია ძლევუაზე პასუხობს კითხვაზე და განმარტებას აძლევენ იქ მოქალაქეებს, რომლებიც კითხულობენ მისი დაკავების საფუძველს, რომ აკავებს სტიკერის დაკვრვის გამო. ეს მტკიცებულებები იმ საქმეში არ იყო. წარმოვადგინეთ ამ საქმეში სწორედ იმ საფუძვლის საჩვენებლად სასამართლოსთვის, რომ ეს საფუძველი არ არსებობს საქმეში მზიას პატიმრობის გამართლებისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, იმიტომ რომ პირველი დაკავება იყო უკანონო მისი, მაგრამ ამ სასამართლომ ამოყარა ეს მტკიცებულები გადააგდო და რა მორალური საფუძვლით უნდა იმსჯელოს ეხლა სასამართლომ ამ საფუძვლის არსებობაზე ჩემთვის წარმოუდგენელია. ან ისევ ის დაკავების ოქმზე უნდა ილაპარაკოს ამ სასამართლომ, რომ ის დაკავება ადმინისტრაციული დაკავება იყო თურმე კანონიერი, იმ ადმინისტრაციული დაკავებით უნდა გაამართლოს 2 თვის მერე კიდევ მისი უკანონო პატიმრობა. აი ეს მოცემულობა შეიქმნა ამ საქმეში. თქვენ გინდათ თუ არ გინდათ და ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ კიდევ ძალიან დიდი ხანი. მზია ამაღლობელისათვის პატიმრობის შეფარდებისას, როგორც ვთქვი, ეს ვიდეო ფილმი არ იყო მაშინ წარმოდგენილი, შემდეგ არაერთხელ წარმოვადგინეთ ამ პროცესზე და ეს ვიდეო ფილმი გადაყარეთ თქვენთან საქმიდან. ამ ვიდეო ფილმში ჩანდა, რომ დააკავა ბესელია მზია ამაღლობელი, მაშინ, როდესაც დაკავების ოქში დამკავებელ პირად მითითებულია სხვა პირი აბსოლუტურად და ის სხვა პირის მოწვევს ფოტოშოპის სამსახურის ბესელიასთან ერთად. დაკავების ოქის თანახმად დაკავების მოტივად მითითებულია შემდეგი, რომ 11 იანვარს თურმე მზია ამაღლობელი პოლიციის შენობასთან შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს და ეძახდა ძალებო ყორებო და რუსეთის მონებო. ამ დაკავების კადრებში ჩანდა, რომ მზია ამაღლობელი უხმოდ აარქარავს სტიკერს პოლიციის შენობის ღობეზე, ხმას არიღებს, ბესელია მას აკავებს ამ სტიკერის გამო, განმარტებასაც იძლევიან, რომ დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-იან
ზია ამავლობელი მის უკანონო დაკავებას და შეყავ იგი პოლიციის შენობაში. აი ესე მითხოს აქტივებზე. თქვენ ეს ვიდეოხილები ამოყალიბეთ. ადმინისტრაციულ სამართალდაბოლათა კოდექსი მინდა გაგიმარტო. რატომ არის კიდე, რატომ იყო კიდე მისი დაკავება უკანონო? იმიტომ რომ ადმინისტრაციულ სამართალდაბოლათა კოდექსი 150 მუნხელი იცით ეგონათ უაკავებდნენ ზია ამავლობას საერთო და ძალითვალისწინებ დაკავების უფლებას, მაგრამ რაც არ უნდა სამარცხნიო იყოს, ასევე ეს პოლიცია მარიცოდა უკეთეს შემთხვევაში, უარეს შემთხვევაში იცოდა და გარდადება არ გონდა. პოლიციამ დააკავა სხვა მუხლით, შემდეგ აღმოაჩინა, რომ ამ მუხლით ადმინისტრაციის დაკავების ოქმის ვერ გააფორმებდა, ამიტომ გააყალბა დაკავების ოქმი, მიუთითა, რომ ვითომ დააკავა 173 მუხლით, სადაც თურმე ზია ამავლობელი პოლიციელებს ეძახდა ძალებო, ღორებო და რუსეთის მონებო. ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება ჰქონდა ჩვენ წარმოდგენილი და ჩვენ დაცვას ამ ეტაპზე წაართვით ეს მტკიცებულება ყველანაირი ამ მტკიცებულებების განხილვასა და შეფასების უფლებაში შესვლის გარეშე. უკანონო დაკავებული ზია ამავლობელი გაათავისუფლეს სხვათა შორის 10 მოსამართლე მარიცოდა და ეჭვმას რომ სხვანაც არ იცის ეს. ზია ამავლობელი გაათავისუფლეს ხელწერის საფუძველზე, იმ განჩინებით სასამართლომ ჩათვალა, რომ პოლიციამ დისკრეცია გამოიყენა, კეთილი ნება გამოიყენა და გაათავისუფლა ზია ამავლობელი ხელწერის საფუძველზე. მაგრამ ხელწერის საფუძველზე გათავისუფლებას და მის დავალდებულებას პოლიციაში გამოცხადეს არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდაბოლათა კოდექსი. ამიტომ ეს ხელწერის პოლიციის უკანონობა და თვითნებობა იყო, რომლითაც დაავალდებულებს განიშვეთ, მაგრამ შემდეგ უნდა გამოცხადდეს და სასამართლომ ეს ჩათვალა დისკრეციად და ამითიც დაასაფუთა მისი უკანონო პატიმრობა. ამიტომ დღეს საქმეში წარმოდგენილია ზია ამავლობელის ადმინისტრაციული არ არის წარმოდგენილი, ორი ვიდეოფილი იყო წარმოდგენილი ზუსტად ამ მისი დაკავების, სადაც ვიზუალიზირებული იყო მისი დაკავება და სასამართლომ უარი თქვა ამ კადრების შეხედვაზე. ძალიან მაინტერესებს რას გაწევთ თქვენ განჩინებაში. სასამართლომ რატომ თქვა უარი შეხედოს ამ კადრებს? ანუ რატომ თქვა უარი სასამართლომ ხედველობაზე, სმენაზე, ის ვერ დაინახო გესტრის მაინცა, მაგრამ ამ შემთხვევაში სასამართლომ თქვა არც მინდა დავინახო და არც მინდა გავიგო. მე არ გამიკვირდა, რომ ბრალდება მნიშვნელობა, გამიკვირდა, რომ ბრალდება მხარია და იცის სადაც უჩის და ჩამოარაკარაკა ერთიანად დაცვის შუამავლობელი, მაგრამ სასამართლომ თქვას, რომ არც მინდა ვნახო, არც მინდა წავიკითხო და არც მინდა მოგისმინო დაცვის შუამავლობელი. ასეთი რამ ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი პროფესიული სტაჟი მაქვს და მათ შორის სამოსამართლო და მათ შორის საპროკურორო და ხშირად მცხრენია, როდესაც მოსამართლე ან პროკურორი ვინმე ამ ქვეყანაში. ამიტომ გარდა მითითებული სტრასბურგის სასამართლოს, სტრასბურგის კონვენციის იმ უფლების და რასაც ვისაუბრეთ, უფრო ხმად არც ჩავთვალე საჭირო თამაშის საუბარი, ცხადია, ბრმაც და ყრუც მივხვდება, რომ ამ საქმეში დარღვეულია ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კონვენციის მე-18 მუხლი. ამ მუხლის მიზეზი გაუშვებელია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციის ნებადართული შეზღუდვების გამოყენება არა იმ მიზნით, რისთვისაც ისინია გათვალისწინებული. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არაერთ საქმეში მისჯერია, რომ როდესაც დაკავება ემსახურება მისი გაჩვენებისა და დასჯის მიზანს სამოქალაქო პოლიტიკური ჩართულობისათვის, რაც ეხება სახეზე. და ამ ქმედებებისათვის, ან ასეთი ჩართულობის აღკვეთას, მასზე გამხდომელი ეფექტის ფონას ეს იყო სწორედ კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა. ასე დროს აღიარებს არა მარტო ერთი უფლების არაკონვენციურ შეზღუდვას, არამედ თავად უფლების ფარული საფუძვლის შეზღუდვას, რაც დამატებით კონვენციური გარანტიის დარღვევაა. ზია ამავლობელის პატიმრობა იმ სიმძიმის უკანონობაა, ვიცი ამ სიტყვის მნიშვნელობაც არ ესმის ამ დარგში ბევრ ყოფს, მაგრამ ეს იმ სიმძიმის უკანონობაა, მისი პატიმრობა იმდენად გაუსაფუთებელია, იმდენად შაბლონურია, იმდენად უწიგნურია, იმდენად უპასუხისმგებლოა, იმდენად უსამართლოა, რომ წარმოუდგენელია სამართლებრივ შეფასება მივცი ამას. ეს არის ყველა ზღვას, ყველა სტანდარტს, ყველა საღამოს, ყველა სიმდის და ყველა ნამუსმია. ზიას პატიმრობა და არის, რომ ეს ადამიანი აი ამ ცირკს აქვს ამდენისა.
Ათამისულები დავასრულებ და ახალ შეიძლება. იბადო მაგრამ შეუძლებელი კონკრეტულად არის გენერალური შეურაცხყოფა. ჩემი უფლება დავიცვა ჩემი კლიენტი ყველაზე აგრესიულადაც კი. ეს სასამართლო სიტყვა გასულია აბსოლუტური პრივილეგია. ზომიერებთან ეთიკის პარლამენტში ვიწმე სიმართლე იყო, სიმართლე. ბევრ გადაწყვეტილებას ამ დარგაში. მოუშვიდა რა ადვოკატს რა. ძალიან ხო. ზვიად კორიცა. ამ შემთხვევაში შენიშნას უწევთ და ძალიან მეორე საგანგებოდეს გავსი ფაქტი, გაგზავნი და მოუსმინე. შენიშნას ფიქსირება ამ შემთხვევაში. საერთოდ სასამართლო გადაწყვეტილებები მოხდება სასამართლოზე და არა ის რას იწვის მოსამართლე, რას გაწევს გადაწყვეტილებებში მოსამართლე, ეს არის მისი შეფასება. ზია ამაყობელის პატიმრობა ემსახურება მხოლოდ ზია ამაყობელის საჩვენებლად დასჯას. იმ ხმებისათვის, რომლის სამართლებრივი შეფასება წინააღმდეგობაში მოდის სწორედ ამ ქვეყნის უმაღლეს თანამდებობის პირების და მმართველ პარტიის თანამდებობის პირების შეფასებებთან გამოგიდებულებასთან და ამდენად მათ მოგასწრებია. ამ ქვეყნის უმაღლესმა თანამდებობის პირებმა არაერთ კომენტარში, რომელიც ასევე ამოიცნოთ ამ სახიდან, მათ რომ ამოიცავთ მეჯვარებოდა, მაგრამ მასთან ერთად თუ ყველა პიცებულებას ამოიცავთ გაცვით, ეს იყო ყოველგვარი ფანტაზიის მიღმა. ამ ქვეყნის უმაღლესმა თანამდებობის პირებმა არაერთ კომენტარში ზია გამოაცხადეს დამნაშავედ სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში საჯაროდ გაკიცხეს, გამოიყენეს არაერთი უარყოფითი ეპითეტი მის წინააღმდეგ, გააკეთეს საჯარო მოწოდება, რომლის მკაცრად უნდა დაისაჯოს და მოუწოდეს საჯარო მონანიებისაკენ. და ამას უყურებთ დღეს ამ სასამართლო პროცესში. შესაბამისად, ამ თანამდებობის პირებმა ამით აშკარად საჯაროდ და ზალზე მძიმე ფორმებით არაერთხელ დაარღვიეს ზია ამაყობელის დანაშაულების პრეზუმპცია. კონვენციის 6-2 მუხლი ბრძალა საჯარო მომხრეების სახელმწიფო თანამდებობის პირების სისხლის სამართლის მიმდინარე გამოძიებებთან დაკავშირებით გაკეთებულ იმგვარ განცხადებებს, რომლებიც საზოგადოებას ახალისებს პირწმუნოს ეჭვმიტანილის დამნაშავეობა, ბრალეულობა და წინასწარი პოზიცია ჩამოაყალიბონ უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს მიერ ფაქტების შეფასებაზე. სასამართლო ხაზი გაუსვა სტრასბურგის სასამართლო პირობებში არ არის ქართული. ხაზი გაუსვა საჯარო მომხრეების მიერ სიკვდილის შერჩევის მნიშვნელობას მათ განცხადებაში იმ პერიოდში, სანამ პირი დასამართლდება და დანაშაულში დამნაშავედ იქნება ცნობილი. მაგალითად, საქმეში ბულგარეთის ერთ-ერთ საქმეში ბულგარეთის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის საჯარო განცხადებებმა, რომლებიც მან გააკეთა მანამდე, ვიდრე სასამართლოს საბოლოო ინსტანციის განაჩენი დაძლებოდა, ძალიან სუფთი შეფასებები იყო სხვათა შორის იმასთან შედარებით, რასაც ჩვენი უმაღლესი თანამდებობის პირები აკეთებენ, დაადგინა უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა და ასეთი სხვა არაერთ საქმეში. მოკლედ, ბრალდების აი აქ დაშორებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს არსებობს ზია ამაყობელის აწინრობის და დასაბუთების საფუძვლები. რამდენი იმ გარემოებები, რომლებიც მან ჩამოყალიბეს, ახალი დანაშაულის ჩადენის საფუძვლად, ვერ მომისმინა რას უკავშირდება, განმტკიცებულებებს და გარემოებებს უკავშირდება ახალი დანაშაულის ჩადენის საფუძვლად. ვერ მომისმინა რას უკავშირდება მიმალის საფუძვლად, კონკრეტულად, გარდა იმისა, ისინი თვითონ მომიმარება. ვერ მომისმინე, რას უკავშირდება პიცებულების განადგურების და მომისმინების სხვა საფუძვლად, რომელთაც შეიძლება გამართლდეს მისი პატიმრობა აი ამ ეტაპზე, სამართალ წარმოების ამ ეტაპზე, როდესაც ჯერ წინა სასამართლოს სისტემა გარდაგვიძლებია და ჩვენი მოსაზრება ცხადია, რომ სამართალ უკანონო პატიმრობაში ყოფი არ არის ბრალდების უკანონო. ამიტომ ვერც ერთ ამ გარემოებაზე ვერ მომისმინე ბრალდების პოზიცია. რა გარემოებებს ეხდნობა, რა აზრით საფუძველს ივარაუდონ, თუნდაც ივარაუდონ, რომ ზია მიიმალება, რომ ჩაიდეს ახალდანაშაულს და რომ ამ საფრთხეების თავიდან აცილების ერთადერთი და უალტერნატიული საშუალება არის პატიმრობა, 0 არგუმენტები მოიხსენიება ამასთან დაკავშირებით. ამიტომ თუ პატიმრობის
ბრალდება ხელახლა მიგზავნა მადლობელი აქცევით, რომ შენებელს მაინც კონკრეტულად პასუხო რა ვარაუდებს ეხება მათი არ დაშერებული მოსაზრება და განსაკუთრებით სასამართლო მიღებას და უმეტეს რომ მათ ზიოს სათანადო კითხვების პირის და სასამართლო არ ჩაენაცვლოს მერე განჩინებაში ბრალდებას კითხვების პირის მათნაცვლად სასამართლომ არ დაიწყოს დასაბუთება განჩინებაში რას ეხრდნობა პატიმრობის დასაბუთება. ამიტომ იმ ზომის სამართლო დაუსაფუძებელი უკანონო ბრალდების პოზიცია ელემენტარული სამართლიანობის არსებობის პირობებში. იმ პირობებში, რომ მიუკერძოებობის ელემენტარული მოლოდინი არსებობდეს ამ ქვეყანაში და ამ სასამართლო დარბაზში, ეს პოზიცია ბრალდების არ უნდა იყოს გათვალისწინებული და სასამართლოს დაუხმოვანებელი უნდა გაათავისუფლოს უკანონო პატიმრობიდან, მხოლოდ იმ გარემოების გამოც, რომ ბრალდება აბსოლუტურად არ დაასაბუთა. არათუ ვერანაირი სტანდარტი საერთოდ არ დაასაბუთა მისი პატიმრობის ლეგიტიმურობა. ამ თავისუფლებას აქვს მონიზების დაუყოვნებას. დიახ. Poziția procurorului că a poziția asta dacă Eudemia Holmewai ახალიდან შაულის არსებობრივი პიროვნებაა პიროვნების მახასიათებელი ისეთი რომ ციდან შაული ჩაიგნა რომ თქოს რაიმე ჰიპოთეტურ არგუმენტს მოიტანეს საერთოდ ეს არ გამოიწვია არაფერში არ დაჭირდა და მე ვიგებდათ რა არის საფუძველი პროკურატურის მხრიდან ამგვარი უპასუხისმგებლობის ხოლო უბრალოდ თქვენს რომ იმავე საფრთხე არსებობს ისი იმ პარტიის არ დავდეს რომ შაბლონად როგორც იქნებოდა ეკავ რომ აი ეს საჯერის შიში გაუ მიიმართა ესეთი არის ამის საფუძველი ის არის ამის საფუძველი არის ის რომ მათ ჯერ იციან რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო იციან თქვენიც რა გადაწყვეტილებას გაუგინარეთ მაგალითად ბატონმა შოთა ჩაიძენ იცის რომ შეუძლია ოზურგეთის რაიონის სასამართლოს შეიტანოს შუამდგომლობა ორგვერდიანი მოითხოვოს ტელეფონით აი ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე ინფორმაციის ამოღება და იქ მოსამართლე დაუწყოს ბეჭედს ნოტარიუსი. იცით ბატონო ამ ჩვენებთან ვიყავ ახლო. აბსოლუტურად თუ დამასწრე. ერთი წამი. მოსამართლე დაუწყოს ბეჭედს, უპასუხო მიმართა. მოდი, ხო, გოგებაც. ხო, ეს ხო არ დაასწრეს რა ყოველგვარი. წერა დარბაზსაც აუწევს. რა თქმა უნდა, თქვენ არ მოგეწონება პროკურორის პოზიცია, არ მოგწონთ სასამართლო პოზიცია. ჩავსვათ არჩევნებში და ეს ჩარჩაში ჩასაბარებელი ის რომ არგუმენტი უკისდება პროკურატურას თავისი პოზიცია არის სრულიად ეთიკური და არის პოზიცია კი ბატონო, როგორც ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულიად უარგუმენტოდ ბატონ შოთას ორგვერდიანი შუამდგომლობა დაუკანონა და უთხრა რომ ამოიღე რაც გინდა ტელეფონი რა ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე WhatsApp-ი და Viber-ი და სხვა რაც გინდა ისკენია თქვენ მე ეს დასაშვება ცალი აი ამიტომ ეს პროკურატურა და ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე მოხდა ისახით რომ მიმალის აფერას მაგის გარდა ვერადოლიძე ქუთაისის საგამოძიებო კოლეგიიდან წერს 18 გვერდიან განჩინებას და 18 გვერდიდან 17 გვერდს აკონტირებს ხარის პოზიცია და ბოლოში ერთ აბსაცს სრულიად ჩაბლოკდა. თქვენი დამსახურება ის რომ არასაბუთები ეს ადამიანები თავიანთ პოზიციაზე. ვერ მოვისმინეთ ჩვენ ვერაფერი. კონკრეტულად ხუილს შეგახსენებთ ერთ პროკურატურას რა შეიძლება იწყოს მაგრამ ეს ხუილია. ქალბატონი ზიასიმაძე პატიმრობა გამოიყენება სრულიად უკანონოდ და მისი დაჟჯა და მისი საჩვენებელი დაჟჯა არის მიზანი ამას ასამბლეის პირველ წარდგენის ფორმაზე მათ შორის ერთ-ერთი პროკურორი მაშინაც იყო და მაშინ იძახა ეს ადამიანი რომ აქციაზე უამრავი ადამიანი იყო გამოსული ეს ადამიანები ამ ადამიანების იდენტიფიცირება უნდა მოხდეს ეს ადამიანები გამოძიებას აინტერესებს რათა სრულისწულად შეაბრათ და დღეს უკვე ჩინას სასამართლოს დონეზე მოიტანეს საქმე რომელშიც 7 პოლიციელი და არავშველება და ისიც კი არ უნდა რომ დღეს დაასაბუთონ აქტივიზება რამე გინდა იყოს გამოყენებული. მათი ვალდებულება არ არის რომ
ეს მხოლოდ და მხოლოდ ის რომ ახალი არსებითი გარემოება არ არსებობს. კანონი და დასავლეთები ციცი მარტინოზე კი უნდა იმსჯელო რომ პატიმრობის აუცილებლობა არსებობს. უნდა იმსჯელო იმაზე რომ უფრო სრული აფეთქი ღონისძიების გამოყენების საფუძველი არსებობს თუ არა და რატომ უნდა იყოს პატიმრობა და არა ნებისმიერი სხვა სრული აფეთქი ღონისძიება. უნდა იმსჯელო იმაზე რომ საერთოდ აფეთქი ღონისძიების გამოყენების საფუძველი არსებობს თუ არა. მე ამიტომ მეუბნები რომ თქვენი დამსახურება სწორედ ის რომ აი ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე გვესაუბრებიან პროკურორები პატიმრობის გამოყენების ვალდებულებას აუცილებლობაზე უბრალოდ ბატონო უცებად აი რა არის მიმალის საფრთხე თქო რომ დაუშვათ აი კონკრეტული კითხვა გადაგერეთ რა გულისხმობთ მიმალის საფრთხეში რა გულისხმობთ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეში ისაუბრა ხალხთან მარიამაც ახლა ძალიან დეტალურად ამასთან დაკავშირებით ახალი დანაშაულის საფრთხეზე მოყოლებული პირველი წარმოების სხდომიდან ერთადერთი რაც გულისხმის არის ის რომ შურმეს ხალხთან ზია დაკავებული იყო ადმინისტრაციული წესი რომლის ადმინისტრაციული დაკავების ოქრი დასაჭირებულია და დღემდე შეადასაღებია სამინისტრო გადაწყვეტილებას არიდებს დღემდე ადმინისტრაციული სამართალდამოების პროცესი არ ჩანიშნულა და ამ საქმეს ხაერში ტოვებენ რისთვის და სასამართლო ყოველ ჯერზე გამზრდელი პატიმრობის არგუმენტად გამოიყენოს. ხო, კიდევ კიდევ ამ არგუმენტს ასახელებთ რა მე არ გავფიქრებ კიდევ დაასახელებ